მოგესალმებით, თეთრი მთვარე გადასულიერი ქალწულის ზოდიაქოში. მარტში გადავიდა და ოქტომბრამდე იქნება ამ ნიშანში. ზოგადად 7 წელიწადში ერთხელ არის ხოლმე ეს ტრანზიტი, როდესაც ნიშანში ბრუნდება. და აგიხსნით ახლა რას ნიშნავს ეს ტრანზიტი, რას უნდა ველოდოთ. მფარველი ანგელოზი ესე ვეძახით ხოლმე თეთრ მთვარეს, ნათელი კარმა ესე ვეძახით, მაგრამ ცოტა არქეტიპულ დონეზე რო აგიხსნათ, თეთრ მთვარე ეს არის ყველაზე ნათელი ენერგია, ყველაზე აი შინაგანი სინდის ნამუს რო ვეძახით, შინაგან ნათელ მხარეს რო ვეძახით, ადამიანის ნათელი ენერგია, ესე რო ვთქვათ. შავი მთვარე ეს არის საპირისპირო ენერგია, ჩვენი ბნელი სურვილები, ჩვენი შინაგანი დაუნახავი ბნელი მხარეები და როდესაც თეთრი მთვარის ტრანზიტი არის ქალწულის ზოდიაქოში, ეს უკვე მიანიშნებს, რომ ქალწულის თვისებები თვითონ არის ყველასთვის მისაწვდომი ახლა უფრო მეტად და მფარველობა ექნება იმ ადამიანებს, ვინც ამ ტრანზიტს გამოიყენებს ბევრად უფრო გონივრულად, ისე რომ ვთქვათ. და რაში არის ახლა ეს გონივრულობა? ქალწულის ნიშანი ჩვენთან არქეტიპულ დონეზე რო შევიდეთ, მაგალითად, აი ეს ენერგია რას გამოხატავს, სიმბოლიზმი ქალწულის ზოდიაქოსი, სინამდვილეში რას გამოხატავს? ეს არის მსახურება, ეს არის სისუფთავე, ეს არის ლოგიკა, დაალაგება, სამყაროსი, ცხოვრების მაგალითად. ძალიან ისეთ მიწიერ დონეზე სწორი კვება, სწორი რეჟიმი, როდესაც რაღაცა მაქვს დასალაგებელი ცხოვრებაში. აი ძალიან ბევრს შეიძლება ნენელა გაუჩნდეს აზრი, რომ რაღაცები მაქვს მისახედი და ამიკროვდა და მოდი ახლა მივხედო. იქნება ეს მაგალითად ჯანმრთელობის პრობლემები, რომელიც დაგროვდა და დიდი ხანი არ გვარდებოდა და ეხლა გვინდა რომ მივხედოთ ჯანმრთელობას, გვინდა მივხედოთ სამსახურის საქმეებს, რომელიც დაგროვდა უკვე და რაღაცები დასალაგებელი გვაქვს. ან ზოგადად ცხოვრებას მინდა მივხედო და შევხედო, რაში მაკლია სწორი რუტინა მაგალითად, რაში უფრო გავიოლებდი ცხოვრებას თუ ან ფინანსებს მოვუყვანდი წესრიგში. ან დავიწყებდი ანალიზს მაგალითად ხარჯვის ნაწილში როგორ არის, რაზე მიდის თანხა, სწორად მიდის თუ არა მაგალითად, რაზე მიდის ჩემი ენერგია, სწორად ვდებ რაღაცაში ენერგიას თუ არა. ანუ ქალწულის არქეტიპული ენერგია ჩვენთან პრაგმატიზმთან არის კავშირში, რომელიც წვრილმანებში აღიქვამს მთელ სამყაროს, ოღონდ ეს არ არის ნეგატიური წვრილმანები, როგორც შავი მთვარის კუთხით ხდება ხოლმე, ხო? შავი მთვარის შემთხვევაში შეიძლება პირიქით ავიხლართოთ არასაჭირო წვრილმანებში და მთელი სურათი ვერ დავინახოთ. აი მფარველი პირიქით ეს არის ის ენერგია, როდესაც ჩვენ რაღაცას თუ ვერ ვხედავდით ამ სფეროში, გვაქვს ძალიან კარგი შანსი, რომ დავინახოთ სწორი წვრილმანები, სწორი დეტალები. აი ნენელა აი ამ დეტალებისგან შევქმნათ უკვე ესეთი სისტემა, რომელიც დიდხანს იმუშავებს. აი ეს არის მთავარი გზავნილი, მოდით ესე ვთქვათ, აი ამ სელენას, ამ მფარველის ენერგიის, რა თქმა უნდა, სელენა უფრო რბილად მუშაობს, ეს არ არის იძულებითი ენერგია, ეს არ არის უხეში ვიბრაცია, რომ აი როგორც პლანეტარული ენერგია რო შემოიჭრას ჩვენ ცხოვრებაში, უფრო ფონად არის მშვიდად, აი გაძლევს სწორ ხმას, ამას შენაყვები თუ არა და გააკეთებ თუ არა, ეს არის ჩვენზე დამოკიდებული მთლიანად, იმიტომ რომ აი შავი მთვარის შემთხვევაში თუ იძულებულები ვართ, რაღაც ძალიან იჭრება ჩვენ ცხოვრებაში, იძულებულები ვართ. რაღაც გავაკეთოთ, მაგალითად, ან პირიქით რაღაცაზე უარი ვთქვათ. სელენას ეს ენერგია არ აქვს, ამიტომ ხშირად ვამბობთ ხოლმე თითქოს, რომ ტრანზიტებში სელენა ნაკლებად მუშაობს და არ იგრძნობა, ზოგი საერთოდ ვერ იგრძნობს, იმიტომ რომ ეს არ არის თავსმხეული ენერგია. ეს არის რაღაც ნატურა, ანთია. რომ აი აქ არის ჭეშმარიტება და მე გაძლევ საშუალებას რომ დაინახო და გამოიყენებ თუ არა, ეს უკვე შენი ნება არის. აი ეს არის სელენას ტრანზიტის ენერგეტიკა ზოგადად, ხო? მნიშვნელოვანი არის ახლა ის, რომ თუ ვინმეს ჰქონდა სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები, შეუძლიათ ამ პერიოდში ბევრი რამ მოაგვარონ და თუ იყო რაღაც უწესრიგობა ცხოვრებისეული, აი ახლა დაალაგონ, ამის შანსი ნამდვილად იძლევა. და შანსი რა არის ის დავინახოთ რა გვაქვს გასაკეთებელი. ზოგჯერ საერთოდ ვერ ვხედავთ, ხო? ზოგჯერ შეიძლება ისე ჩავეშვათ რაღაც არასწორ ქაოსში, იმიტომ რომ ეს ანტიპოდი ქალწულის ეს არის ქაოსი პირიქით. ეს არის შინაგანი მოუწეს დაულაგებელი, ყველაფერი მოუწესრიგებელი და დაულაგებელი გვაქვს, ხო? და აი ხანდახან არის ხოლმე საერთოდ ვერ ვხედავთ ამას და ეს ელენა დაგვეხმარება ჩვენ აი ეს ქაოსი დავინახოთ და მოგვეცემა შინაგანი, შიგნიდან მოდის იმპულსი, რომ მოგვეცემა შანსი, რომ აი ახლა მე ვიცი ფაქტიურად უკვე როგორ უნდა დავალაგო რაღაცეები, ხო? და შეიძლება უკვე ძალიან ბევრი აი ამ ენერგიასთან
შეხებაში მოვიდა. როდესაც საკუთარ თავს შეიხედეს და ეხლა უკვე რაღაცას უნდა მივხედა. იქნება ეს ფსიქოლოგიური მხარე შინაგანი, იქნება ეს პრაქტიკული მხარე, რუტინული მხარე, მაგალითად, თუ უბრალოდ დიდ სურათში ცხოვრება უკვე რაღაცები დავინახე და უკვე უნდა დავალაგო ეს, ხო, ცხოვრებისეული მოვლენები. თუ რაღაცები იყო მიშვებული, რაღაცები იყო გაუკონტროლებელი, ეხლა მნიშვნელოვანი არის რომ ლოგიკურად, პრაგმატულად დავალაგოთ, მოვაწესრიგოთ. სისუფთავის არქეტიპი ჩვენთან ქალწულთან არის დაკავშირებული, ყველანაირი სისუფთავე, სხეულებრივი სისუფთავე იქნება, აზრობრივი სისუფთავე იქნება. თუ ამავე დროს მიწიერებასთან კონტაქტი, იმიტომ რომ ქალწული ეს არის მიწიერების ენერგია. მიწიერებას გულისხმობ, აი რატო თქვი, რომ ეს სხეულთან კონტაქტი ზოგადად ქალწულის ენერგიასთან არის ძალიან კავშირში. ამიტომ არის არქეტიპულ დონეზე მფარველობა სელენა ქალწულში, როცა არის აქვთ ხოლმე სამედიცინო წარმომადგენლებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. იმიტომ რომ ისინი რეალურად სხეულზე ზრუნავენ, ხო? აი თევზები, მისი მეორე ოპოზიციური ენერგია, ეს არის სულიერი კორნალი, ეს არის ფსიქოთერაპევტი, ან სულიერი მოღვაწე, ან მღვდელი, ან ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ ქალწული ეს არის ჩვენთან უფრო სხეულზე მზრუნველი, როდესაც სწორი კვებაში ვართ, როდესაც მოწესრიგებული გვაქვს სხეულის სისუფთავეს ვინარჩუნებთ, მაგალითად, სხეულის ვინარჩუნებთ სადღაც აი მატერიალური კუთხით, თუნდაც სამსახურში წესრიგს, თუნდაც ბარაქას ვინარჩუნებთ, ხო, ესეც მიწიერი ენერგია არის, მაგრამ ქალწული თვითონ არის დაკავშირებული, რამდენად შეგვიძლია აი დეტალებში ავაწყოთ სისტემა და რამდენად შეგვიძლია ჩვენ გვქონდეს სისტემის იმედი. იმიტომ რომ სისტემა თვითონ ქალწულის არქეტიპი არის და როცა ჩვენ მუშაობთ მაგალითად ან შემოსავალი გვაქვს, რაღაც სისტემიდან ვიღებთ აი ამ შემოსავალს, ხო? და აი ამ სისტემის ერთგულები რამდენად ვართ, რამდენად სუფთად ვაკეთებთ ჩვენ საქმეს. და ნებისმიერ თემას ეხება ეს ზოგადად. ეს იქნება სახლში რამდენად მოწესრიგებულები ვართ, საკუთარ თავთან რამდენად მოწესრიგებულები ვართ და სამსახურთან. ან ნებისმიერი სფერო, რასაც ჩვენ ვემსახურებით, რამდენად კეთილსინთეზიერად და სუფთად ვაკეთებ და წესიერად ამ საქმეს. აი აქ იქნება სერიოზული გამოცდებით, სელენა გამოცდებსაც უწყობს ხოლმე ადამიანს, რამდენად ჩვენ ვხედავთ იმიტომ რომ ეს მინიშნებები მოვა უკვე სამყაროდან, რამდენად ჩვენ ხედავთ ამ ყველაფერს და მფარველობა უფრო იმათ შეიძლება გქონდეთ, ვინც ძალიან კეთილსინთეზიერად აკეთებს თავის საქმეს. რამდენად სისუფთავე არის გარშემოწე სამსახურში, მაგალითად თავის საქმესთან და გარემოსთან თუ არის ძალიან ტოქსიკური ადამიანი, ხო, ნაკლებად იქნება შანსი, რომ საერთოდ ეს ტრანზიტი იგრძნოს, ხო? იმიტომ რომ ძირითადად მფარველი ანგელოზი ქალწულში მფარველობს იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ უნარი აი სისუფთავე ყველა დონეზე შეინარჩუნა. სხეულზე ორიენტირება ქალწული არის ჩვენთან, აი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, ვინც კეთილსინთეზიერად ასრულებდნენ ესე ქვია თავის საქმიანობას სხეულზე ზრუნვა არის, ხო, ეს მაგალითად ლოგიკით, პრაგმატიზმით, იქ ანალიზების პასუხით, ანუ ქალწულს სჭირდება პრაგმატიზმი, ეს უბრალოდ რწმენა, მაინც ქალწულისთვის არ არის, ხო? ანუ მე მჯერა რომ განვიკურნები, არა, იქ შეიძლება განვიკურნო თუ დავიცავ სპეციფიურ კვებას, მაგალითად, თუ ჯანმრთელობაში რაღაცები შეგვაწუხებს, უკვე ეს მიანიშნებს, რომ რაღაცა დაგროვდა დიდხანს და მფარველი გვეუბნება ფაქტიურად, რომ ეს ამას უკვე უნდა მივხედოთ, ხო, რაღაცები დავალაგოთ. ხო, აი, იქნება ანალიზები საჭირო თუ რა იქნება, ეს აი ამ კუთხით ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უნდა დავალაგოთ. ზოგ შეიძლება გქონდეს ძალიან უცნაურადაც კი განკურნების ტენდენციები, მაგალითად, სწორექიმს შეიძლება შეხვდნენ, ანუ თვითონ ამ სფეროში იმატებს მფარველობის ენერგია სამედიცინო სფეროში და შესაბამისად ბევრი პოზიტივი ექნება მკურნალობასთან დაკავშირებით თვითონ ექიმებსაც, შეიძლება უფრო ინტუიციურად სწორი სწავლები გამოუწერონ ადამიანებს, ვიდრე სხვა დროს შეიძლება და ყოფილიყო, იმიტომ რომ იზრდება იმ ეგრეგორში დაცვა და ნათელი ენერგია, ესე რომ ვთქვათ, ხო? აი ეს არის უფრო მფარველი ანგელოზის ენერგია. აი შავი მთვარე პირიქით ახლა მშილდოსანში არის, მშილდოსანი ჩვენთან პოლიტიკა არის, მოგზაურობები არის, სოფლიო, ანუ თვითონ აი მოგზაურობა და სოფლიო პოლიტიკაც, ხო? და როგორც კი შევიდა შავი მთვარე მშილდოსანში, შევხედეთ, რომ ეს საერთოდ ხა ისეთი ქვეყნები დაიბომბა საერთოდ რო წარმოუდგენელი იყო, ხო, ყველაზე დიდი მშვიდობა სადაც იყო და ძალიან ბევრი ჩაიკეტა აეროპორტებში, ხო? აი ეს არის უფრო ესეთი დემონურ ენერგიას რო ეძახით, შავი მთვარის უფრო ესეთი რაღაცები აქტიურდება ხოლმე შავ მთვარეზე. თეთრ მთვარეზე პირიქით, რა თქმა უნდა. ყველაზე ნათელი ამოდის ზედაპირზე და
ეს ენერგია გამოსაყენებელია. აი ზოდიაქოთი ნიშნებზე როცა ლაპარაკობთ, განსაკუთრებით ამას შეიძლება იგრძნობენ ქალწულის ზოდიაქოს წარმომადგენლები ან ქალწულის ზოდიაქოში ვისაც პირადი პლანეტები აქვთ. იმიტომ რომ როდესაც ეს ელენა გადავა მათ პლანეტასთან, ხო, ან მზესთან, მაგალითად ცნობიერება, ხო, ეს თავარი. აი თითქოს სადღაც უფრო გამოხატვის შესაძლებლობა ექნებათ ქალწულებს უფრო მეტად საკუთარი ნათელი ენერგიის ვიდრე სხვა დროს. ან უბრალოდ შინაგანად ძალიან ჰარმონიულად შეიძლება იგრძნონ თავი, ხო? ზოდიაქოების მიხედვით ყველაზე მთავარი მაინც არის სახლების სისტემა. მეგობრებო, რომელ სახლში გაგვდის ელენა, მფარველი ანგელოზი, სახლები იცით ასტროლოგიაში ეს პირდაპირ, იგივე 12 სახლი გვაქვს როგორც 12 ნიშანი და პირადი რუკის გამოყენებით ხდება ხოლმე სახლების გარკვევა. ამაზე მე მოგვიანებით კიდე შემოგთავაზებთ ვიდეოს ზოდიაქოს ნიშნებზე და სახლების სისტემაზე, მაგრამ მაინც უფრო მეტად ვლინდება ხოლმე სელენას ტრანზიტი, ეს ზოგადად რაც გითხარით, ყველაზე მოქმედებს განურჩევლად ზოდიაქოს ნიშნისა და სახლის ნიშნისა. მაგრამ სახლებს უყურებთ ხოლმე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სახლების მიხედვით ხვდებით ჩვენ მაგალითად რომელი სფერო არის უფრო განათებული სელენას ენერგიით, ხო? რა შეიძლება დავინახოთ, რა შეიძლება მოგვეცეს რომელ სფეროში დალაგების შესაძლებლობა, ხო? აი პრაგმატულად, ლოგიკურად, იმიტომ რომ ქალწული არის ლოგიკური ენერგეტიკა, ხო? მას სჭირდება ყველაფერი მოგვარდეს, აი ძალიან პრაგმატული მიწიერი კუთხით. აი როგორი კუთხით გეუბნებით, იცით, ეს არ არის რწმენის ენერგია, ეს არ არის რომ აი უბრალოდ იქ მედიტაციაში წავალ და იქ რაღაცებს გავასუფთავებ. არა, თვითონ მოქმედება არის საჭირო. ან სწორი კვება, ან აი თუ არ ვდგებოდი ადრე, შეიძლება ახლა მომიწიოს ადრე ადგომა, ხო, სადღაც და ვისირნო გარეთ. ანუ ჩემს ხელს რაღაც სარგებელი მივცე რაღაც კონკრეტული ქმედებით მაგალითად, ხო? შეიძლება მე რაღაცა მაწუხებს შინაგანად, რომ აი დიდი ხანი მყავდა ცხოველი წასაყვანი მაგალითად და მოსაგვარებელი იყო მისი ჯანმრთელობის პრობლემა. აი ახლა იმიტომ რომ ცხოველებს მართავს ქალწული და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის ეგ. და შეიძლება აი ახლა ზუსტად მომიწიოს ეს პრობლემები მოვაგვარო. ანუ ახლა აღარ არის ის პერიოდი, რომ რაღაცა მაწუხებს, რაღაცა დასალაგებელია, მოსაგვარებელია და ის აღარ გავაკეთო. სელენა ამას რაღაცნაირად უკვე აი სინდისთან მოვა, რომ აი სინდისი მაწუხებს უკვე, იმიტომ რომ სინდისის ენერგია ჩვენთან სელენას ენერგია არის, როგორც წესი. აი სინდისი მაწუხებს, რომ ეს გასაკეთებელი არის და უნდა გავაკეთო. აი ეს ენერგია არის სელენასი და აი ამას თუ მოусმენთ ამ ხმას, ძალიან ბევრი რამე შეიძლება ისე დავალაგოთ და ამ დაალაგებაში რა არის ისეთ ყველაზე მთავარი, რომ ჩვენ შინაგანად წნარდებით, ანუ ჩვენ შინაგანად გვაქვს უკვე ჰარმონია, რომ მე რაღაცები მოვაწესრიგე, რაღაცები დავალაგე. აქ უკვე გავასუფთავე. ანუ სადღაც სამყაროს ენერგიასთან შესაბამისობაში მოვიყვანე ჩემი ენერგია. აი ეს არის აქ უფრო მნიშვნელოვანი ფოკუსში. და ეს არის იმუნარების განვითარება, რომელიც შეიძლება არ გქონდა, ან მიშვებული იყო სადღაც, ხო? და აი ახლა ეს ელენა ქალწულში დაგვეხმარება ეს უნარები განვავითაროთ, რაც პრობლემა იყო მაგალითად. რაღაცები მოვაკვაროთ უკვე. აი პრაგმატიზმი გონებაში შემოდის პირდაპირ რაღაც ისეთი გზავნილები, რომ უი, მე მივხვდი, ახლა რა მაქვს მოსაწესრიგებელი ჩემ ცხოვრებაში, ხო? მაგალითად, ახლა წინაზე ჩემი კატა წავუყვანე კლინიკაში, უბრალოდ გეგმიურად მინდოდა ისედაც გამეკეთებინა ბიოქიმიური ანალიზი, რაღაცა შემეხედა ზოგადად რა მდგომარეობაა და უცებ აღმოჩნდა პატარა კუჭის პრობლემა აქვს და თურმე ძალიან პატარა მსუბუქი წამლები იყო საჭირო. ოღონდ ეს რო არ მენახა, გართულდებოდა ეს და მე ცოტა უფრო რთული იქნებოდა ამის მოვლა. და მანდ მივხვდი, რომ აი სადღაც მოდი მოვაწესრიგო ის ხო მინდოდა დიდი ხანი ამის გაკეთება და მოდი მოვაკვაროთ, ხო? და რეალურად თურმე საჭირო აღმოჩნდა. ანუ ეს არ იყო, რომ აი ყველაფერი კარგად ეწადი, არა, თურმე იქ რაღაცა პატარა წვრილმანი პრობლემა ყოფილა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ახლა დროზე დაგვენახა. აი ესეთ რაღაცა არის ამ სელენას ენერგია. და ზუსტად ამაზე არის ეს სელენა მორგებული, რომ აი გამოცდილებაში ჩავიდოთ, რომ აი რაღაცა პრობლემა თუ არის, არ გადავდოთ და ის მოვაგვაროთ დროზე. და არა აქ მნიშვნელობა ის ცხოველი იქნება, ჯანმრთელობა იქნება, ვიღაცა სხვა იქნება, ხო? აი პატარა პრობლემები, აი თქვა გვაქვს ექიმთან ვიზიტი დაგეგმილი, მაგრამ დებთ. აი ეხლა უკვე სელენას ტრანზიტი გვეხმარება, რომ ვისწავლოთ აი ამ წვრილმანებში მივყვეთ დეტალებს ნენელა და ის უკვე დიდ სურეთში აღარ გაგვირთულდება შემდგომ. ანუ პატარა პრობლემებს ვაგვარებ და ის დიდი პრობლემა აღარ ხდება მერე.
აი ეს გზავნილი აქვს ამ სელენას, ამას გვასწავლის სინამდვილეში, ეს ენერგეტიკა, მოსმენა არის ამისი ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან საჭირო და ამით შეგიძლიათ უკვე ახალი გამოცდილება შეიძინოთ, რომელიც ძალიან დაგეხმარებათ. აი შეიძლება მაგალითად არ გქონდეს საერთოდ ქალწულის ზონა, ამ ზოდიაქოში საერთო პლანეტები არ გქონდეს, მაგრამ აი ესეთი ტრანზიტები ნენელა გვაცხოვრებს და გვაძლევს იმ ენერგიებს, რომელიც შეიძლება ჩვენ პირად რუკაში მაინც არ იყო. მაგრამ აი რაც უფრო ცხოვრობთ ამ ენერგიებს, ხო, უფრო ახალ-ახალ გამოცდილებებს ვიძენთ, თუ ჩვენ ვუსმენთ ამ ტრანზიტებს, თუ ჩვენ ცნობიერად ვართ ჩართული ამ ყველაფერს, დაკვირვებებს ვაკეთებთ, ხო, ესე კი არა რომ გავატაროთ. ანუ გაცნობიერებული ცხოვრება თუნდაც ტრანზიტების და თუნდაც სამყაროში მიმდინარე ენერგეტიკული მოვლენების, სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანი არის და ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა შეგვიძლია, ხო, და არა ეს რა თქმა უნდა შეიძლება შინაგანად დეფოლტად მიდიოდეს, მაგრამ გაცნობიერება განსაკუთრებით უკვე უფრო რთავს, ხო, ენერგიას და უფრო აი კონტაქტში ვართ, აი პროგრესთან უკვე იმ თვისებების შეცვლასთან კონტაქტში ვართ და უფრო მყარდება მე ეს ფსიქიკაში, ხო? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მგონი თქვენთვის საინტერესო იყო ეს ვიდეო. შემდეგ აუცილებლად ჩავწერ ამ დღეებში უკვე სახლებთან დაკავშირებით როგორ ვლინდება თითოეულ სახლში ეს ტრანზიტი. თან ქალწულის ენერგიაში და ზოდიაქოს ნიშნებთანაც ზოგადად მიმოვიხილავ, ხო? იმიტომ რომ ჩვენთან როგორ არის იცით, ზოდიაქოს მიხედვით, ну, ყველაზე ნაკლებად მუშაობს ეს ზოდიაქოების ტრანზიტები, რომ პირადი რუკა არის აქ ყველაზე გადამწყვეტი, ყველაზე მნიშვნელოვანი, თუმცა, აი როცა უკვე პირად რუკასაც ვნახავთ, როცა რაღაცებს გავაცნობიერებთ, დამატებით ზოდიაქოს სახლით შეგვიძლია ხოლმე ჩავთოთ. აი ეს არის აქ მნიშვნელოვანი და მით უმეტეს თუ თქვენ იცით, რომელ სახლში ყავთ უკვე სელენა, რა კომბინაციებით არის ეს ტრანზიტი, დამატებით ზოდიაქოსზე დაგეხმარებათ უკვე სახლზე და დროებით მეგობრებო.